უკვე გარკვეული დროა, რაც ნიობიუმზე ვსაუბრობთ და იმაზე თუ როგორ შეუძლია მას ჩვენი ქვეყნის მომავალი შეცვალოს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ძალიან ცოტამ ადამიანმა იცის რა არის სინამდვილეში ნიობიუმი და რისთვის გამოიყენება იგი. რადგან ამ თემაზე დღეს ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, აქ ვარ რომ ვითხრა ის, რაც ნიობიუმზე არ გითქვამთ, ბიჭო, თქვა დიფუზემმა. გამარჯობა ინჟინერიის მოყვარულებო. ჩემი სახელია იგორ ფელიპე და დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე ხსმენიათ ტერმინი ნიობიუმი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრმა იცის ეს სახელი, მაგრამ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა არის ეს და რისთვის გამოიყენება. და რაც კიდევ უფრო ცუდია, რადგან ნიობიუმი ხშირად იხსენიება მედიაში, ეს იწვევს გარკვეულად დამახინჯებულ ინფორმაციას და ცნობილ fake news-ებს. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა სანდო ინფორმაციის მოტანა პირდაპირ წყაროდან. ამიტომ დღეს მეგეთყვი იმას, რაც ნიობიუმის შესახებ არ გითქვამთ, CBMM-ის პარტნიორობით. და შენთვის ვინც არ იცის. CBMM არის მსოფლიო ლიდერი ნიობიუმის წარმოებასა და ტექნოლოგიის განვითარებაში და ეს არის ბრაზილიური კომპანია, რომელიც მდებარეობს არაშას ქალაქში, მინას-ჟერაისის შტატში. მაგრამ წავიდეთ, რა არის ნიობიუმი? ნიობიუმი არის გარდამავალი მეტალი, რომელსაც აქვს სიმბოლო ნიობიუმი და ატომური ნომერი 41 პერიოდულ ცხრილში. ის აღმოაჩინა 1801 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჩარლზ ჰედჩეტმა, როდესაც ის ანალიზს ატარებდა ნიმუშებზე და თავდაპირველად მას კოლუმბიუმი ეწოდებოდა. საინტერესოა, რომ 1856 წელს ის ხელახლა აღმოაჩინა სხვა გერმანელმა ქიმიკოსმა სახელად ჰაინრიხ ჰოზე, რომელმაც მას ნიობიუმი დაარქვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ახალი ელემენტი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ კოლუმბიუმი და ნიობიუმი ერთი და იგივე ელემენტია. და 1959 წელს ნიობიუმი ოფიციალურად აღიარეს როგორც გარდამავალი მეტალი. მაგრამ რას ნიშნავს, რომ ის გარდამავალი მეტალია? დიახ, ნიობიუმი არის მეტალი, რომელიც წარმოიქმნება მადნებისგან, რომლებიც ნიადაგში ან ქანებში გვხვდება. და ეს პროცესი არ არის ისეთი მარტივი, როგორც ორმოს გათხრა და ნიობიუმის პოვნა. ზოგიერთი მეტალი, მაგალითად სპილენძი და ოქრო, შეიძლება ბუნებაში სუფთა სახით შეგვხვდეს. ხოლო სხვები, მაგალითად ნიობიუმი და ალუმინი, საჭიროებენ ქიმიურ და მეტალურგიულ პროცესებს, რათა საბოლოო პროდუქტებად გადაიქცნენ. ნიობიუმის წარმოებისთვის გამოიყენება მადნები, როგორიცაა კოლუმბით ტანტალიტი, ლოპარიტი და პიროკლორი. ობაილეცტერეს ყველაზე გავრცელებულია ბრაზილიაში. და თქვენთვის ვინც არ იცით, ეს არის პიროკლორი, მადანი, რომელიც გამოიყენება CBMM-ის ნიობიუმის წარმოებისთვის. და რომელიც ჩვეულებრივ მიწას გავს, რასაც ყველგან ხედავთ. საუკეთესო გაგებისთვის აქ გვაქვს პიროკლორის ქიმიური ფორმულა და როგორც ხედავთ, ამ მინერალის შემადგენლობაში ზუსტად ნიობიუმია, რომელიც ნიობიუმის სიმბოლოთია აღნიშნული. რაც შეეხება მეტალებს, უფრო კონკრეტულად კი გარდამავალ მეტალებს, ისინი წარმოადგენს პერიოდული ცხრილის ჯგუფს, რომელსაც გარკვეული თვისებები აქვს. ეს გარდამავალი მეტალები ცნობილია როგორც ინოვაციური, ელემენტები ძალიან მაღალი სიმკვრივით და მაღალი დნობის წერტილით. ანუ ისინი დნებიან ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. ნიობიუმი ამ გარდამავალი მეტალების ჯგუფს ეკუთვნის, სხვა ცნობილ ელემენტებთან ერთად, მაგალითად ტუნგსტენი, რომელიც გამოიყენება ელექტროშხაპების გამაცხელებლებში. მაგრამ კარგი, ამ დროისთვის ჩვენ ვირებთ პიროკლორს ნიადაგიდან, ვამუშავებთ ამ მადანს და ნიობიუმს ვირებთ მარტივი პროცესით. კარგი? მეტალ ასე მარტივი იყოს ყველაფერი. იმისთვის რომ მივიღოთ ნიობიუმის საბოლოო პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში იყიდება. საჭიროა 160-ზე მეტი ეტაპი, რომლებიც მოიცავს მეტალურგიულ და ქიმიურ პროცესებს და საჭიროებს მაღალ ტექნოლოგიებს. ამ მთელი პროცესის ბოლოს ჩვენ ვირებთ საბოლოო პროდუქტებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის ფერონიობიუმი. მეტალის შენადნობი, რომელიც გამოიყენება ავტომობილების კორპუსებში, ხიდებში, ესტაკადებში, გაზსადენებსა და გემებში. ასევე გვაქვს ნიობიუმის ოქსიდი, რომელიც გამოიყენება ტელესკოპების, უსაფრთხოების კამერების, ლინზებისა და ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში. ვაკუუმური ხარისხის შენადნობები გამოიყენება რაკეტებისა და თვითმფრინავების ძრავების წარმოებაში. და მეტალური ნიობიუმი. პროდუქტი, რომელიც შეიცავს ნიობიუმის 98%-ზე მეტს, გამოიყენება მაგნიტურ რეზონანსულ აპარატებში, ტომოგრაფებსა და ნაწილაკების ამაჩქარებლებში. აქ ბრაზილიაში მიმდინარეობს ბევრი კვლევა და ტექნოლოგიური განვითარება ნიობიუმის წარმოებისა და მისი ახალი გამოყენების ძიების მიმართულებით.
და ამიტომაც ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნიობიუმი იშვიათია და მხოლოდ ბრაზილიაში არსებობს. ეს კიდევ ერთი დეზინფორმაცია. ნიობიუმი იშვიათი ელემენტი არ არის. ბრაზილიის გარდა ყველა კონტინენტზე არსებობს 85-ზე მეტი მადნის საბადო, რომელიც შეიძლება ნიობიუმად გარდაიქმნას. ეს დაბნეულობა იმიტომ ხდება, რომ ამჟამად ბრაზილია ნიობიუმის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პლანეტის მთელი ნიობიუმი აქ არის კონცენტრირებული. რაც ბრაზილიას გამორჩეულს ხდის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მეტი ცოდნა ნიობიუმის გამოყენებით ტექნოლოგიების განვითარებაში მრავალწლიანი კვლევების წყალობით. მაგრამ შემდეგ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნიობიუმით არაფერს ვიღებთ და რომ ის ბანანის ფასად იყიდება დიდ სახელმწიფოებზე. დაფიქრდით ჩემთან ერთად. თუ მე მაქვს კერძო კომპანია, რომელიც ქმნის პროდუქტს, მინდა ამ პროდუქტით მოგება მივიღო და თუ ბანანის ფასად გავყიდი, საბოლოოდ გავკოტრდები. ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანია, რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო, ის აწარმოებს, ავითარებს და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ გააყიდოს პროდუქტი ისეთ ფასად, რომელიც ამ პროცესს გაამართლებდა, მოგებას მოუტანდა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას შეუნარჩუნებდა. მაგრამ თუ მინდა წარმოდგენა გქონდეს ნიობიუმის ღირებულებაზე საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ნიობიუმის ერთ-ერთი პროდუქტის. ფერონიობიუმს აქვს ფასის განსაზღვის ბაზა, რომელიც 10-ჯერ მეტია ვიდრე ალუმინის და დაახლოებით 20-ჯერ მეტია ვიდრე იგივე რაოდენობის ფოლადის. ფერონიობიუმის ღირებულება დღეს მერყეობს 36-დან 40,000 დოლარამდე ტონაზე. და ეს ღირებულება განისაზღვრება ბაზრის მიერ მოთხოვნა მიწოდების ცნობილი კანონის ბალანსში. და ნიობიუმის ზოგიერთი სპეციალური პროდუქტი კიდევ უფრო ძვირია. მათი ფასი შეიძლება 100,000 დოლარიც კი იყოს ტონაზე. მაგრამ რა აქვს ნიობიუმს ასეთი განსაკუთრებული და სად შემიძლია მისი რეალურად გამოყენება? ნიობიუმი საკმაოდ მრავალმხრივი მეტალია, დუქტილური და მაღალი კოროზიის მდგრადობით. და როგორც უკვე ვთქვი, მას აქვს მაღალი დნობის წერტილი და ასევე არის შესანიშნავი სუპერგამტარი. მაგალითად, გაზსადენების მილებში გამოიყენება ნიობიუმის რკინა მეტალის შენადნობების დასამზადებლად, რათა გაიზარდოს მათი მექანიკური სიმტკიცე. თუნდაც ნიობიუმის მცირე რაოდენობა, დაახლოებით 0.01%, უკვე შეიძლება გაზარდოს ფოლადის სიმტკიცე 25%-ით. ანუ ნიობიუმის მცირე პროცენტითაც კი დიდი განსხვავება მიიღება. კიდევ ერთი გამოყენების მაგალითი არის მობილობაში. ის ეხმარება სატრანსპორტო საშუალებებს შეამცირონ შასის წონა, გაზარდონ მისი სტრუქტურული სიმტკიცე და შესაბამისად უსაფრთხოება. და ამას ვხედავთ UTV-ში, სახელად ExoNB. ეს არის პარტნიორობა GFON Racing-სა და თავად CBMM-ს შორის. GFON Racing არის ბრაზილიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სარბოლო მანქანებისა და ძრავების წარმოებაში. მის სტრუქტურაში გამოყენებულია ნიობიუმით მიკოლეგირებული ფოლადი. ამ გამოყენებით მათ შეძლეს სტრუქტურის გამძლეობის გაზრდა და ასევე მისი წონის 10%-ით შემცირება კონკურენტებთან შედარებით. გარდა ამისა, ეს გამოიწვია ოპერაციული ხარჯების შემცირებას, საწვავის ეკონომიასა და კომპონენტების უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს. მაგრამ ფიქრობ, რაც ყველას ბოლო დროს აქვს ნათქვამი და რაზეც წარსულში ვიდეოც კი გადავიღეთ, ეს არის ცნობილი ნიობიუმის ბატარეა. და აქ მინდა განმარტო ერთი საკითხი, სადაც ბევრ ადამიანს აქვს ეჭვი და უფრო მეტიც ზოგიერთ საინფორმაციო ვებგვერდზე ხშირად ხედავთ აზრთა სხვადასხვაობას. 2018 წელს CBMM-მა და Toshiba-მ პარტნიორობა გააფორმეს ლითიუმის ბატარეების შესაქმნელად, მაგრამ ნიობიუმისა და ტიტანის შერეული ანოდებით. ეხლა ჩემთან ერთად იფიქრე. ჩვენ ყველგან, ყველა მედიაში ხშირად ვისმენთ ელექტრომობილებზე საუბარს. და პრობლემა, რომელსაც ელექტრომობილებში ვხედავთ, არის დატენვის დრო, ბატარეის ხანგრძლივობა და ზოგჯერ მისი ექსპლუატაციის ვადაც კი. ამიტომ ნიობიუმის ბატარეის კვლევა სწორედ ამ მოთხოვნასა და ბაზრის ინტერესზე კონცენტრირდა. საბოლოოდ ამ პარტნიორობამ გამოიღო ულტრასტრაფად დასატენი ბატარეა, რომელსაც აქვს მეტი გამძლეობა, გაზრდილი ექსპლუატაციის ვადა და უსაფრთხოება. და რო წარმოიდგინოთ, ამ ბატარეებს საშუალო ზომის ავტომობილში შეუძლიათ სულ რაღაცაც 10 წუთიანი სული დატენვით უზრუნველყონ 350 კილომეტრის სავალი დისტანცია. ბოლო დროს CBMM-მა გამოაცხადა ახალი პარტნიორობა Volkswagen Caminhões e Ônibusთან, სწორედ იმისთვის, რომ ეს ბატარეები ელექტროავტობუსებში გამოიცადოს. ეს ტესტები ჩატარდება წელს Volkswagen-ის ქარხანაში რეზენჯიში, რიო-დე-ჟანეიროში და შემდგომში თავად CBMM-ში, არაშას ქალაქში.
თუ გსურთ რომ ამ ტესტებს ახლოდან მივადევნოთ თვალი, კომენტარებში დაგვიტოვეთ. სიმართლე ისაა, რომ ნიობიუმი ინტერნეტში ყალბი ამბების მსხვერპლია და ჩვენი მიზანი აქ ნიობიუმის შესახებ მითების გაქარცხლება. და განსაკუთრებით მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მარტივად და გასაგებად. ეხლა თუ გსურთ მეტი გაიგოთ ნიობიუმზე, არსებობს ვებგვერდი სახელად niobiumi.tech, სადაც სანდო წყაროებია, რომლებიც უფრო დეტალურად საუბრობენ ნიობიუმზე და მის გამოყენებებზე. და ვიდეოს არწერაში ბუბულს დავტოვებ. ისარგებლეთ შემთხვევით, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებების ზარი. ეს არის ჩემო მეგობრებო, დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავთ.